დედები გამიგებენ კარგად, ყოველ დღეს და იგივე კითხვა ისმის, დღეს რა მოუმზადოთ ბავშვებს. და ამიტომ მე ერთ დღეს უთმობ მომზადებას და შემდეგ მთელი კვირა ძალიან მშვიდად ვარ. დღეს მოუმზადებ პატარებს ეგრეთ წოდებულ ნახევარფაბრიკატებს. პირველ რიგში დავიწყებ ქათმის წამებით. მოკლედ დავჭრი სასურველ ფორმებზე, ზომებზე. აქ კიდევ მჭირდება ქათმის გულმკერდი, რითიც ვაპირებ პატარებისთვის კოტლეტების მომზადებას, თუ კოტლეტების. ნუ მოკლედ რაც არის რა. დამჭირდება კიდევ ნახევართავი ხახვი. დამჭირდება კიდევ ერთი პატარა ზომის ტაფილო, რომლებიც უნდა მოვთვიშო ტაფაზე. მწვანილებსაც გამოვიყენებ სასურველს, რომელსაც დავამატებ ცოცხლად. მოკლედ მე უკვე გავატარე ქათმის ფარშიც, რომელსაც დავამატებ წინასწარ მოთუშილ ტაფილოს და ხახვს. კიდევ დავამატებ მარილს და შავ პილპილს. და რა თქმა უნდა ჩვენს მწვანილებსაც. ხო, ერთი კვერცხიც დავამატე. ახლა უკვე მივცემ სასურველ ფორმებს და შემდეგ შევინახავ საყინულეში. რა თქმა უნდა ერთმანეთზე არ დავაწყობ, რომ არ მიეწებოს ერთმანეთს და მოკლედ ასე გავყინოთ რა. ამის შემდეგ დარჩენილ ქათმის ხორცს გავახვევ და შევინახავ, ამასაც გავყინავ. გამოვიყენებ წვნიანებისთვის და ბულიონისთვის. ახლა უკვე უნდა გადავიდე ბლინის ცომის მომზადებაზე, რისთვისაც გამოვიყენებ 4 ცალ კვერცხს. ცოტა ავთქვიფავ. დავამატებ 1 ჩაის ყოფს მარილს და 1/2 ჩაის ყოფს სოდას. ლიტრა ნახევარი წყალი დაგვჭირდება, 50 მილილიტრი ზეთი და 800 გრამი ფქვილი. შემდეგ უბრალოდ გადავურევ და გადავწურავ საწურზე, ზედმეტი რომ არაფერი არ გაყვეს. შეგიძლიათ მიქსერი გამოიყენოთ და აღარ იწვალოთ ასე, მაგრამ მე ასე უფრო მეკომფორტულება. მოკლედ სომი მზად არის. ახლა უკვე გამოვაწყობ მარტივად და სწრაფად. ჩემი ტაფის დახმარებით. მანამ ბლინის ფირფიტები გამოცხობა, გავამზადებ ბროკოლსაც, რომელსაც დავამატე 1/2 ჩაის ყოფის სოდა და ასე დავაყუნებ დაახლოებით 20 წუთი. შემდეგ უბრალოდ 2-3 წუთი ცხელ წყალში ჩავყრით და სულ ეგარი. ასე გავყინავ სათითაოდ. ბლინის ფარში ძალიან მარტივად გავაკეთე, უბრალოდ მოხარშული ფარში და ბრინჯი გამოვიყენე, მარილი და შავი პილპილი. ახლა ცოტა შეიყინა ჩემი კოტლეტები და გადავიტან კონტეინერში. ასე უბრალოდ მარტივად, კარგად რომ დამეცა და უკეთესი იქნებოდა, მაგრამ მეჩქარება ყოველთვის მე. ახლა საყინულეში ბროკოლსაც შევინახავ ბარემ. ჩემი პატარა მზარეულიც დამეხმარა. დამიწვა, მაგრამ არ აუშავს. ბლინის ფირფიტებიც მზად არის. ახლა უკვე შემიძლია დავიწყო აწყობაც. ჯერ მოვამზადებ ხორცის ბლინჩიკებს და შემდეგ გადავალ უკვე ხაჭოს ბლინჩიკების მომზადებაზე. მოკლედ ასე ჩვეულებრივ მარტივად კარგად გავტენი შიგთავსით, რადგან ერთი ცალი რო ჭამო ცოტა მაინც დაანაყროს. იმიტომ რომ ჭამა არ უყვართ. ამასაც ისე დავაწყობ, რომ ერთმანეთს არ დაეწეპოს და ასე გავყინავ. მოკლედ ხორცის ბლინჩიკების დავასრულე და ახლა გადავედი ხაჭოს ბლინჩიკებზე. ამასაც მსგავსად კარგად გავტენი და ასე გადავახვევ. მოკლედ ხაჭოს ბლინჩიკებიც მზად მაქვს და ახლა გადავარ საქონლის ხორცის დაჭრაზე, რომელსაც უბრალოდ ასე გავყინავ, დავჭრე სასურველ ნაჭრებზე და სულ ეგ არის. გავახვევ ცელოფანში და მზად მაქვს. ამასაც გამოვიყენებ წვნიანებში და ბულიონებში. ასე მარტივად გავყინავ. შემდეგ უკვე გადავალ თევზის დამუშავებაზე. საკმაოდ ბევრი ვიშრომე დღეს და საკმაოდ ბევრი რამე გავაკეთე. მაგრამ სამაგიეროდ მთელი კვირა სანერვიულო აღარ მექნება რა ვაჭამო ბავშვებს. მოკლედ თუ მოაღწიეთ აქამდე და არ დაგეზარათ ჩემი ვიდეოების ყურება, ძალიან დიდი მადლობა. იცოდეთ გაფასებთ. სულ ბოლოს კი წვნიანის მომზადებაც მოვასწარი პატარებისთვის. მოკლედ თუ მოგეწონათ ვიდეო, არ დაგავიწყეთ ვიდეოს გაზიარება, რადგან ხედავთ რომ ბევრი ვიწვალე ამის ჩაწერაზე. ვიდეო რო არ გადამეღო, ბევრად მალე მორჩებოდი. ამიტომ გონი ვიმსახურებ თქვენს გაზიარებას და კომენტარს. გონი მოწონებასაც. კარგი, მოკლედ სულ ეგ იყო. ახლა უნდა წავიდე. ახლა კი მინდა წარმატებული და ბედნიერი დღე გისურვოთ ყველას. ჯერ თუ ჩემი გვერდი არ გამოგეწერიათ, გამოწერაც არ დაგავიწყდეთ, რადგან ძალიან მარტივ და ბევრ გემრიელ რეცეპტებს გაგიზიარებთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა გამომიწეროთ.